მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თამთა, ეს არის სფეროს პოდკასტი და დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, რადგან ჩვენი სტუმარი არის ზეონა იბერიელი. გაცნობიერების პრაქტიკების, რეიკის და სხვა ენერგოსისტემების ოსტატი და უპირობო სიყვარულის მზისხივი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის რეალურად მედიტაცია, როგორ ვიმედიტიროთ, როგორ ჩავუხმავდეთ საკუთარ თავებს და რა შედეგი აქვს ამ ყველაფერს. რომ შენთან ურთიერთობა არ ვიცი მე მავსებს სიყვარულით, მადლიერებით და მართლა უპირობო სიყვარულის მზისხივი ხარ და მადლობა შენ ამისთვის. მე ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის ასიხარულოა თქვენს ესეთ სიყვარულის სავსე სივრცეში, სფეროში ყოფნა და თქვენი მაყურებელიც ან მსმენელიც ესეთი გულგახსნილი ადამიანები არიან. თავიდანვე მინდა რომ ესეთი რაღაცაზე შევთანხმდეთ, რომ უბრალოდ ეს გადაცემა, ეს პოდკასტი არ არის უბრალოდ რამე ინფორმაციის გაზიარება, რაღაც სიტყვებში, ფრაზებში, რაღაც ცოდნის ჩადება, არამედ მე ვფიქრობ, რომ მოდით ეს დრო იყოს ჩვენი ურთიერთობის, რა გულიდან გულში ურთიერთობის დრო და თხოვნა მაქვს, რომ სიტყვების შინაარს კი არ ჩავუღრმავდეთ, არამედ სიტყვებს მიღმა, რა გრძნობები გადმოიცემა, თქვენში რა გრძნობები დაიბადება, აი ეს სულის დონეზე რო იყოს ურთიერთობა და უფრო ადვილად აღსაქმელი იქნება ის, რისი გადმოცემაც მინდა. იმიტომ რომ ბოლო დროს ძალიან მიჭირს სიტყვებში აი ამ ყველაფრის გადმოცემა და ენერგეტიკულად სულიერად კი მოდის ნაკადივით. იყოს ეგრე და ბევრად საინტერესოც იქნება. მაშინ პირველი მინდა რომ გთხოვო შენს გზაზე მოგვიყვე, შენს მოგზაურობაზე, სულიერ მოგზაურობაზე ამ ინკარნაციაში და ასევე მინდა გთხოვო, რომ მოგვიყვე, როგორ მოახერხე, რომ სიმსივნისგან განიკურნე რეიკის დახმარებით და რა შეცვალა ამ დაავადებამ შენს ცნობიერებაში და სამყაროს და არ ვიცი დედამიწის საქმის პროცესში, ხო, სამხედროობაში. ძალიან საინტერესო ცხოვრებაა ჩემი, მე ესე მგონია, იმიტომ რომ რამდენიმე ცხოვრება მაქვს გახსენებული და ესეც ახლა რო აკვირდები, ძალიან საინტერესოა, ბევრი ტრანსფორმაციული მომენტი არის ამ ცხოვრებაში და მიხარია და ერთ-ერთი ტრანსფორმაციული მომენტი იყო სწორედ ეს რაც შენ მოყევი, ეს დაავადება. მანამდე როგორი გზა იყო, ანუ ბავშვობიდან მეგონა რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია, ნორმალურია, ყველას ესე აქვს, მაგრამ გაზიარების დროს, როდესაც თუ საუბრობდი ხოლმე, აღმოჩნდა რომ ესე არ არის. მაგრამ ძალიან მიხარია რომ ეხლა უკვე ძალიან ბევრი ადამიანი არის გაგუძებული, გახსნილი და ესეთ თემებზე უკვე ძალიან თავისუფლად შეიძლება საუბარი. თავიდან ბავშვობიდან მქონდა თითქოს ორ სამყაროში ვცხოვრობდი, ერთი აქ იყო, მატერიალურ სამყაროში, სადაც მოსწავლე ვიყავი, სკოლაში ვსწავლობდი, მეგობრები მყავდა, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულად ვერთობოდი, ოჯახში სიტუაციები მქონდა, რომელიც რაღაც გასავლელი იყო გამოცდილების და გამოცდების სახით და ამ დროს იყო მეორე პარალელური სამყარო, ეს ჩემი შიდა სამყარო, სადაც ცოტა სხვა ცხოვრება მიმდინარეობდა, სხვა ფერები იყო, სხვა მუსიკა იყო, განსაკუთრებით სიზმრებში, როდესაც გადავდიოდი ხოლმე, მე ვიძინებდი არა იმიტომ რომ დამეძინა, არამედ ვიცოდი რომ გადავდიოდი ჩემს სხვა სამყაროში. სადაც რაღაც ეს და იმავე ადგილებში მივდიოდი ხოლმე, სადაც მეგობრები მყავდნენ, რაღაც სწავლებაც იყო, ზოგან გართობა იყო, რაღაც ძალიან ნაცნობ ადგილებში მივდიოდი ხოლმე და ისეთნაირად იყო, რომ დილით შეიძლება დამიწყებოდა კიდევაც ვინ ვიყავი, რა ვიყავი, ამ ცხოვრებაში და გახსენება მჭირდებოდა რამდენიმე ხანი ამაში. მე სულაც არ ვიცოდი, რომ ამას მედიტაცია ერქვა, რაც მემართებოდა, მაგალითად ვიჯექი ხოლმე და ეხა გაშტარებას რო ეძახიან, ვისაც დავუშვათ არასდროს. უცებ ესეთი მართლა თვალები რო გაჩერდება და რაღაც ყურადღება შიგნით ჩადის და ვერ ვიტყვი რომ გარეთ ქრებოდა ყველაფერი და მე სადღაც მიფრინავდი, არა, სულაც არა. მაგრამ თითქოს აი ამ ყველაფერს რაც არსებობს, რაღაც ახალი განზომილება ემატებოდა, შიდა განზომილება, სადაც ეს რაღაცა ჩემი არსებობა იყო გარინდებული, წყნარი, შვიდი და ყველაფერი არსებობდა თავისით. და ეხლა აღმოჩნდა რომ თურმე ამას მედიტაცია ქვია და ამაზე სპეციალურად ჯდება ადამიანი და სპეციალურად შედის აი ამ მდგომარეობაში. ესე იყო ბევრი წლის მანძილზე ძალიან საინტერესო რაღაც სულიერი გამოცდილებები მქონდა, რაღაც შეხვედრები მქონდა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მეხმარებოდნენ ამ რაღაც სულიერი გამოცდილებების გახსნაში, გამოვლინებაში.
მახსოვს მედიტაციები იყო, ერთი პიროვნება მეხმარებოდა ამაში, უბრალოდ ეს არც ჰიპნოზი იყო, არც არაფერი იყო, უბრალოდ ჩემ წინ იჯდა და ლოცვებს კითხულობდა და მე მედიტაციაში შევდიოდი ამ დროს და ესეც ცოტა ისეთი ნათქვამია, არსად არ შევდიოდი უბრალოდ საკუთარ თავში უხრმავდებოდი, საკუთარ ფიქრებში, საკუთარ გრძნობებში. და ისე ხდებოდა, რომ აი აქ ჯერ თბებოდა ეს ადგილი, გულმკერდი, იმიტომ რომ აი აქ არის ყველაფერი ჩაწერილი, ყველაფერი საწყისია, ეს არის გულის არე. და აქედან თითქოს ესე გამოანათებდა სინათლე, პროჟექტორები და აი ამ სინათლეში ერთ-ერთი ცხოვრება ჩდებოდა. რომელშიც მე თვითონაც მონაწილეობდი, როგორც ფილმში, ესე ვთქვათ, ანუ მონაწილეობდი რას ნიშნავს, გრძნობები, აზრები, პერსონაჟი მე ვიყავი მთლიანად და ასევე ვხედავდი შორიდან რა, ეს იყო გამოცდილება. და თუ ძალიან ისეთი რამე მძიმე იყო, სხვათა შორის ისეთ რაღაცები მახსენდებოდა, ეს ყველაფერი ხო ჩვენი ნებით არ ხდება, რაღაც ჩვენი ინტერესით არ ხდება. ჩვენ ყავს უამრავი ნატიფ პლანზე, უამრავი მასწავლებელი, ანგელოზი, რა ვიცი, ასე ვეძახით ჩვენ უბრალოდ. კი, ესე ვეძახით უბრალოდ ჩვენ, იმიტომ რომ არ ვიცით ვინ და რა არიან ისინი. გვეხმარებიან, მიგმართავენ და ისეთ რამებს მახსენებდნენ, სადაც გამოსასწორებელი იყო რამე, ან განსაკურნებელი იყო შინაგანად რამე. ერთი იყო, სადაც თავი მოვიკალი, ანუ ნეკლდიდან გადავხტი და ეს გახსენება იმას კი არ ემსახურებოდა, აი მე ესეთი ცხოვრება მქონდა და ეს ემსახურებოდა იმას, რომ აი ამ ლოცვებით და მედიტაციით ისე მოხდა, რომ იქიდან თითქოს ჩემ გარდა კიდე ბევრი იყვნენ იქ გადამხტარები და თითქოს ჩრდილების სახით იყო სიმბოლურად რა რაღაც სულის ნაწილი, ესე იგი მეხსიერების რაღაც ცნობიერების ნაწილი ჩრდილის სახით იყო იქ დარჩენილი. და აი ამ რაღაც მონანიების შედეგად, რომელიც აი ამ გახსენების დროს ბუნებრივად გებადება, იმიტომ რომ ისეთ მდგომარეობაში ხარ, მართლა ღვთიურ სიყვარულში ხარ და იქ სწორდება ყველაფერი, თითქოს ეს ჩრდილი ამოვიდა და ის ენერგია დამიბრუნდა. და ესე იყო კიდევ რაღაც სხვა სიტუაციები, სხვა ცხოვრებების, ესე ვთქვათ, რომლებიც მეხმარებოდნენ მე, რომ ჩემი მესმთლიანობა გამეხსენებინა, გამეღვიძებინა, ან რამე ფსიქოლოგიური განმეკურნა. და ესეთი რაღაც მრავალი საინტერესო რაღაც გამოცდილებები. და მაგრამ ისე ხდებოდა, რომ მაშინ არ იყო ეს პოპულარული და გახსნილი და ერთ ან ორ ადამიანთან შეგეძლო ამაზე გესაუბრო და გამოვიდა რომ თითქოს საზოგადოება ძალიან დავცილდი და აღარ მქონდა რა ურთიერთობა, იმიტომ რომ აღარ იყო საინტერესო ჩემთვის რაღაც ჩვეულებრივ თემებზე საუბარი და გამოვიდა ისე რომ თითქოს ჩავიკეტე რა საკუთარ თავში და წუწუნ დავიწყე, მეთქი დედამიწაზე ცხოვრება აღარ მომწონს მეთქი და ეს გაგრძელდა 1-2 წელიწადი და აღმოჩნდა რომ აღმოჩნდა ესეთი დაავადება, სიმსივნე, რომელიც ჩვენ რო აღმოვაჩინეთ, უკვე იყო მეოთხე სტადიის, ანუ ძალიან წასული. ესეთი რაღაცა, რომ გარედან ადამიანი შეიძლება არ დაეტყოს და რაღაცეებით მე რა, აი რაღაც სიმპტომები არის, ბოლოს ძალიან რო გართულდება, მაშინ გამოგიკვლევენ და გეტყვიან, რომ ეს არის. ხო და საინტერესო ისაა, რომ თვითონ ეს დაავადების პროცესი და მკურნალობა 1-2 წელიწადს გაგრძელდა და აი მთელი ეს 2 წელიწადი იყო, აი ახალი გამოცდილება, ახალი კვლევა, ზოგადად შინაგანაც კვლევარი ვარ სულიერად და ცხოვრებაში აი ყველაფერი რაღაცა ინტერესი, აი ესენი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა მაქვს დამთავრებული და ძალიან მიყვარს ეს ამოცანების ამოხსნა და რაღაცას რო იპოვნი რაღაცას და ცხოვრებაში ესე და ეს დაავადებაც და ეს მთელი ეს პროცესიც იყო ამოცანასავით, გამოცდასავით, რომ აბა რა ხდება, რისთვის არის, რა მოხდა, შენ რა უნდა გააკეთო. ისე ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ შეიძლება და მომკვდარიყავი, ანუ ეს დაავადება იყო ჩემთვის რაღაცა თავიდანვე ესე მივიღე, რომ სულიერი გამოცდილება. და აბსოლუტურად სხვანაირად მივდექით. უკვე თავიდანვე მე და ვინც მეხმარებოდა, ჩემი მეგობარი მეხმარებოდა ყველაფერში და მისი დედაც მე მაგაზეც მოყვები. და ესე იგი აღმოჩნდა, როდესაც გამოვიკვირეთ ეს დაავადება იყო მოწყენილობის დაავადებას ეძახიან, სევდის დაავადებას. როცა უკვე აღარ მოგწონს რა ეს ცხოვრება და რაღაცა, ან მე კი არ ვიძახი რომ ძალიან სიხარულიცავსე ადამიანსაც შეიძლება დაემართოს, მაგრამ შინაგანი რაღაცის გამოვლინებაა, შინაგანად სიცოცხლე უარყოფილია და ამის გამოვლინებად ხდება ეს ფიზიკურად ვლინდება როგორც ესეთი დაავადება და თითქოს სამყარო გაძლევს არჩევანს. აი ხო გინდოდა აქედან წასვლა, ხო?
წასვლა მინდოდა მართლა. ხო და ხო გინდა წასვლა, აი აგერ არის შენი შესაძლებლობა. ეგ არის დიდი კარიბჭე და გახვალ თუ დარჩები, ხო და რა თქმა უნდა, უკვე ეგეთ იმაზე არჩევანზე დავდექი, რა თქმა უნდა. ჩემმა შინაგანმა, ჩემმა გულმა სიცოცხლე აირჩია, მაგრამ ამის დამტკიცება მჭირდებოდა აი როგორც დილას გავიღუძებდი თუ არა ღმერთო, მე სიცოცხლეს ვირჩევ, სულ ვამტკიცებდი რა ამას. ძალიან ისეთი მომენტები რო იყო, რომ ძალიან დიდი ტკივილები მქონდა და ყვიროდი და მაშინაც ყვიროდი სიცოცხლეს ვირჩევ მეთქი, არა რომ გამანთავისუფლე და რაღაცა. და აღმოჩნდა რომ აი ამ დაავადების დროს ძალიან ბევრი სულიერი გაკვეთილი მივიღე, აი ამ დროსაც ძალიან გაღრმავდა ჩემი შინაგანი სულიერი ცოდნა. პირდაპირ გაკვეთილები მიტარდებოდა, ანუ იმდენად ცუდად ვიყავი ხოლმე, რომ ვითიშებოდი და რომ ვითიშებოდი ეს გამოდიოდა, რომ თითქოს ამას უტოვებდი და რაღაც სხვა განზომილებაში, სხვა იმაში გადავდიოდი და იქ უკვე მოდიოდნენ მასწავლებლები, მასწავლებლობა და მეძლეოდა რაღაც სულიერი ცოდნა. და ეს სულიერი ცოდნა, ეხლა უკვე რა ვიცი, ყოველთვის ბევრისთვის აღარ არის უცხო, თვითონაც ეხსნებათ, ინფორმაცია არ არის. სიტყვებით არ გასწავლიან რამეს, თუმცა იქ რამე ფრაზა შეიძლება იყოს, მაგრამ ერთი სიტყვა შეიძლება შეიცავდეს რაღაც აი 1000 წიგნი რო წაიკითხო და 1000 ცხოვრება რო გამოიარო. პირდაპირ რაღაც გამოცდილება გეძლევა და აი ეს არის ცოცხალი ცოდნა, სულიერი ცოდნა. მე სულ დაკვირვებაში ვიყავი, რომ მეთქი რა ეს როგორ არის, თვითონ ეს დაავადება თვითონ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, იმიტომ რომ თურმე თვითონ კი არ ყოფილა დაავადება, არამედ რა ყოფილა ეს კიბოდა სიმსივნე, რომ მანამდე სხეული არის რაღაცით დაავადებული, ინფექცია, ბაქტერია, სოკოა, რაღაცეები და ამას რო ებრძვის ორგანიზმი და ვეღარ ებრძვის. როცა ძალა აღარ ყოფნის, ხო? აი მაშინ წარმოიქმნება უკვე ეს სიმსივნური დაავადება. ანუ სინამდვილეში ბრძოლის შედეგი, ანუ შენის გეხმარებოდა, რომ რაღაცა სხვა წინა დაავადებას გამკლავებოდი. და რადგანაც სხეული შენი არ იყო ძლიერი ფსიქოლოგია ვერ დაეხმარა, მე უკვე მჩნდება ეს რა. თვითონ ის უჯრედები წარმოიდგინოთ ადამიანი უკვდავებას ელტვის და სულ ცდილობს, რომ რაღაც გაიხანძლიოს ცხოვრება და ის უჯრედი რომ გამოიკვლიოს მეცნიერებამ უკვდავი უჯრედი არის. ხო საინტერესო, არაფერი მაგაზე არ მოქმედებს. აი ძალიან უნდა ეცადო, რომ მოკლა რა. ბრალდება და არ იცვლება. ხო და ჩვენ ახლა ვიცით, რომ ჩვენი ყველა უჯრედი კვდება და სულ მუდმივ განახლება ხდება და ისიც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმისი, რა ვიცი, ეგ ცოდნის მიღება და გამოკვლევა. შეიცვალა შინაგანად ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრი რამე. ანუ თავისით ვიგრძენი, რომ სიცოცხლე უნდა დამეფასებინა და სიცოცხლეში რაც არის მთავარი, სულიერი ჩვენ რისთვის დავიბადეთ, ანუ ძალიან სწრაფად უნდა განმეხორციელებინა, იმიტომ რომ მართლა არ ვიცოდი, მე კი მიდოდა სიცოცხლეს ვირჩევდი, მაგრამ მართლა არ ვიცოდი, რომ აი როდის დასრულდებოდა რა ეს სიცოცხლე და სხვათა შორის ეს გრძნობა, ვინც ეს დაავადება გაიარა, ის გრძნობა მუდმივად მოგყვება ჩვენ. ჩვენ არ ვიცით, ხვალ რა მოხდება, არ მინდა ის ცუდი რამე ვთქვა, ბევრისთვის ცუდი არის, მაგრამ მე რაც გამომცადე, ნამდვილად არ იყო ცუდი. ამიტომ მთელი ჩვენი ყურადღება, ვისაც ეს აქვს გამოვლილი და გამოჯანმრთელებულია, დღევანდელ დღეზე ვრცელდება. მთელი ყურადღება აი აქ არის, ეხლა აი აქ ჩვენ საუბრობთ და აქ არის მთელი ყურადღება. ამაშიც გვეხმარება, ესე ვთქვათ, აი დაავადების რა ჩემი აზრით, რომ გრძნობდე თითოეულ მომენტს, აფასებდე და იყო აქ და ახლა, იმიტომ რომ რაღაცებს ვიღებთ, რომ ხო რა ვიცხოვრობ და არ უნდა ვცხოვრობ და არ უნდა ჩვეულებრივი გონია ადამიანს. ეგ არის ხელოვნება. ადამიანი ჩვეულებრივი გონია, რომ სუნთქავს, თვალებს ახამხამებს და აღმოჩნდა თურმე რომ ჩასუნთქვა თვითონ არის მთელი სიცოცხლის ტოლფას. ეს იმხელა სიმდიდრეა, რომ შეგიძლია ადამიანს ჩაისუნთქო, აერი ამოისუნთქო, რაღაცას შეხედო, დაინახო, აი აბსოლუტურად რაღაც სხვა ბედნიერებას აღარ ელტვის რა ადამიანი, რომ აგერ დილას რო გაიგუწევს ზეამოვი და ეს ხო ვითომ ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი, აი საერთოდ ყველაფერი არაჩვეულებრივია, ეგ ღრუბელი რო არის, აი ეს ყველაფერი სხვანაირად აღიქმება რა და სიცოცხლეს ეძლევა რაღაც ახალი ფერები, ახალი აზრი, ახალი არსი. ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განვიცადა შინაგანად, გადავედი აი ამ სიყვარულის ცნობიერებაში. ჩვენ სულ ვიცახით, რომ მე კეთილი ვარ, მე ისედაც მიყვარს ადამიანები და იცი ყოველთვის ნაპატიები მაქვს, მაგრამ
აი ეს ნამდვილი სიყვარული ცნობიერებაში გადასვლა, როცა გაცნობიერებლად, მიზანმიმართულად კიდევ უფრო ზრდი შენ სიყვარულს და ყოველდღიურად შენ უგზავნი სიყვარულს, უმტკიცებ სიყვარულს ადამიანებს და მინდა გითხრა რომ როდესაც უკვე რაღაც ეტაპზე გადადიხარ აი მედიტაციებით რა შენ სოფხედველობა შენი აღქმა უკვე ისეთი ხდება რომ შენ ხვდები რომ ის სიყვარული მარტო კეთილ ადამიანებს და ნათელ ადამიანებს კი არ უგზავნი არამედ პირიქით იმათ უფრო ვისაც ჩვენ წინა ეტაპზე ევოლუციის წინა ეტაპზე ბნელებს ვეძახით ბოროტ ადამიანებს ვეძახით რაღაც ბოროტებას ასე შემდეგ და ეს მე ზემოთ გამოჩნდება რომ თურმე ეს ცალკე კი არ არსებობს არამედ სამყაროში ჰარმონიულად არიან ესენი ერთმანეთთან დაკავშირებული და იქეთ უფრო ჭირდება ის სიყვარულის გაგზავნა. ანუ მე მჯერა იცი რისი რომ ყველაზე მეტად ვისი სიყვარულიც რთულია აი ესე ობიექტურად რო შეხედო რომ რთულია გიყვარდეს რა მის გზაობიდან გამომდინარე. იმას უფრო ჭირდება და იმას უფრო უნდა გავუზავნოთ. კი და ზუსტად ამ სიყვარულობის გამო იქცევა ისე ზუსტად კი და ეს სიყვარულიც ეს ვისაუბროთ ამაზეც მე რომ სიყვარული უბრალოდ გრძნობა არ არის არამედ ეს არის ის ცნობიერების მდგომარეობა რომელშიც აი ჩვენ იმ თვითჯაღრმავების ჭვრეტის მედიტაციის შედეგად შევდივართ და ჩემი მეგობრის დედა იყო იმიტომ რომ ეხლა აღარ არის დედამიწაზე მისმა სულმა ეს გზა ერჩია რომ იქედან დაეხმაროს უკვე ადამიანებს ენერგიებით და ნათელხილველი იყო მოკლედ ეს ხალი ჩემი მეგობრის დედა თუმცა ესეთი გახსნილი არ იყო არავის არ ეუბნებოდა თავისთვის მუშაობდა სულიერად თავისთვის შინაგანად ეხმარებოდა ადამიანებს აი ადამიანს რომ დაეხმაროს საერთოდ არ არის აუცილებელი ახლოს მიხვიდე დაუჯდე და ეს რაღაც ხელები დაადო შიგნიდან შეგიძლია ცნობიერებაში დაეხმარო და ესეთნაირად ძილში სიზმრებშიც მოდიოდნენ მასთან უცხო ადამიანები და დახმარებას თხოვდნენ. ეხმარებოდა და ყოველთვის მაგის სეანსებში მონაწილეობდნენ ჩვენთვის ცნობილი წმინდანები ან ნატიპლანებიდან ქრისტეს მონაწილეობდა მაგის სეანსებში. და რო აღმოჩნდა რომ მე ავთ ვიყავი რა თქმა უნდა დაიწყო ჩემი დახმარება ესე რაღაც ესე ვთქვათ ენერგიის გადმოცემა. არ ჭირდებოდა ჩემ გვერდზე ყოფნა იქ რაღაც სპეციალურ რაღაც პოზის მიღება იმას იჩვეულებოდა თვალის დახუჭვას არ ჭირდებოდა რა პირდაპირ გადმოიცემოდა ეს ენერგია და იმდენად ძლიერი იყო ეს ენერგიის ეფექტი რომ აი თან ცუდად რო ვიყავით და საერთოდ რომ მეგონა რომ აი всё უკვე და როგორც კი გადმომცემდა ენერგიას მე თანდათან კი არ ხვდებოდი კარგად წამიერად კარგად ხვდებოდი და ეს იმხელა განსხვავება იყო შეუძლებელი იყო რომ ეს არ დაგენახა რა ამ ენერგიის და აი ამ ცნობიერების ნაკადის ზემოქმედება რომ ერთი წამი რო ტანჯვაში ხარ უმაღლეს ტანჯვაში და მეორე წამში უცებ თვალს ახალ და ჩვეულებრივად ხარ ეს იყო რაღაც საოცრება ჩემს აღქმაში და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იწერებოდა ჩემში და მომხსოვრდებოდა კიდევ მახსოვს სანამ ავად გახვდებოდი მანამდე ბევრი წლით ადრე პირველი ჩემი შეხება ენერგიებთან რომელი იყო რა ესეთ სამკურნალო ენერგიებთან ამქავს თხოვე რომ ჩემი მეგობრის დედას თხოვე რომ არ შეგიძლია მეთქი რაღაც ენერგეტიკული დიაგნოსტიკა ჩამიტაროს ხელზე მეთქი და კარგია და იმ ღამეს ვხედავ რომ გამეხვიცა ოდნავ ძილ-ძილში გადავედი და ვხედავ რომ 4 როგორ თქვა რაღაცა წმინდა წმინდანი ესე დგას და ხელები აქვთ ჩემ სხეულზე. ჩემს სხეულს ისინი ხედავენ როგორც სინათლის სხვადასხვა ფერებს და რაღაცა ფიგურები იყო, სამკუთხედები იყო, პირამიდები, სფეროები იყო და ესე ხედავდნენ ისინი ენერგეტიკულ სხეულს. და რამდენჯერ სამჯერ გამეღვიძა და სამჯერ ქონდა სხვადასხვა პოზიციაში ხელები და ამის მერე იმ ხელა ენერგია დილიდან 3 დღე გაგრძელდა იმ ხელა რაღაც აღმოფრენაში ვიყავი. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ამ რაღაც სამკურნალო ენერგიით. კურნეს რეალურად ხო? კი, ეს კურნების სეანსია რა. ეს იყო ფაქტიურად მე რასაც ახლა რეიკის ეძახიან. რეიკი უბრალოდ სახელი არის სინამდვილეში მე ჩემ კურსებზე დავარქვი და ჩემო მეგობრებმა ცეციური ელექსირი, იმიტომ რომ თვითონ რეიკიც ესე ითარგმნება და მისი არსიც ეს არის, რომ როცა შენ ხარ აი ამ ღვთიურ ცნობიერებაში, უმაღლეს სიყვარულში, რომელიც გზნობა კი არ არის, არამედ სოფხედველობა, ერთიანობის განცდა და ერთიანობის ის არის რაღაც ველი. ამ მდგომარეობაში როცა ხარ, შენ ხარ მკურნალი მაგ დროს.
კი, ხელებიდანაც გამოდის ეს ენერგიები და შეგიძლია რა მიმართო ვისაც გინდა, მაგრამ უბრალოდ შენ ესეთ მდგომარეობაში ხარ, შენ გარშემო ვინც არის, შენ ფიქრებში ვინც არის, ისინი უკვე იკურნებიან ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სულიერად. აი ეს გააკეთა ამ ქალმა ჩემთვის და მე უკვე რო გამოჯანმრთელების ის იყო დასრულების ეტაპი, მაგ დროს უკვე ესე ხელები აღმართე და სამყაროს მიმართე, ღმერთს მიმართე, რომ მეც მინდა მეთქი, რომ ესე დავეხმარო ადამიანებს, რა ეს ენერგიები, რომ შევისწავლო მეთქი და რაღაცნაირად გამეხსნას მეთქი. და ძალიან მალევე რაღაც კურსები გამოჩნდა, რომლებმაც ენერგიებს ისედაც გზნობდი, მაგრამ როგორ მიმემართა და რაღაცა ეს სწავლება მჭირდებოდა. ინიციაციები უამრავი, რაც ინიციაციები აქვს მიღებული მოკლედ. და ეს ძალიან ბევრი ეგ კი კურსები და ეს ინიციაციები და მაგის შემდეგ უკვე მეც დავიწყე ამ ცოდნის გაზიარება. და ანუ იგრძნობა ეგ რა მართლა გაქვს მაკურნებელი ეფექტი. ანუ ეხლაც რო გისმენ, ვერ ვაჩერებ სახის კონდებს მეღიმებ რა და აი ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის და იმისთვის რომ გამოცდილებას გვიზიარებ და არ იტოვებ. მადლობა რომ გაინტერესებთ და იზიარებ. ძალიან. იცი რა ისა ძალიან წაი ხოლმე მეკითხებიან რომ როგორ გადარჩი და ისა საყვალებო როგორ არიცით რომ მე რაც გავაკეთე დაუშვათ ჩემში რაც მოხდა უბრალოდ რა ტრანსფორმაცია ეს იმას კი ანიშნავს რომ აუცილებლად უნდა გადარჩეს ვინმე იქნებ იმის ბედია რომ გავიდეს რა სხეულიდან ესეც ბუნებრივი პროცესია ეს ამას ვერ გავექცევით და ძალიან დიდი ტრანსფორმაციული პროცესია ესეც უბრალოდ მე ვაზიარებ ხოლმე იმას რომ ეს დაავადება და გინდა სხვა დაავადება რო იყოს ხო როგორი ის არის მოწოდებაა ჩვენთვის რომ შინაგანად რა უნდა შევცვალოთ რა გვაქვს რა შესაძლებელი და რა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ ამისთვის არის ეს დაავადება მოწოდებული და ყველა რთული პერიოდი რეალურად მაგისთვის კი სულის არ ვიცი გამოცდა რა უნდა ისწავლო მესმის რომ ამ პროცესში შეიძლება გქონდეს ადამიანები ვართ ხო ამ მოცემულობაში ვართ ადამიანები და კი რთული ემოციებიც გქონდეს მაგრამ აი ის აზრი რომ რა უნდა ვისწავლო აქედან რისთვის იყო ეს გაკვეთილი მგონია რომ არასდროს არ უნდა დავკარგოთ იმიტომ მაგისტვის ვართ აქ ხო თან საინტერესოც არის ძალიან საინტერესო იმის მაგირად რომ ჩაერთო რაღაცა ჩხუბში და ან იდადო რომ რატომ გავბრაზდი შენ შეგიძლია რომ ბუნებრივად გამოვავლინო ეს გაბრაზდა და ამ დროს დააკვირდე რა ხდება რატომ ხდება ეს ყველაფერი და რაც საკმაოდ რთულ პერიოდს გავდიოდი ერთი თვის წინა და ჩემი ფსიქოთერაპევტი მოკითხა ირმა კვაჭაძე მეკითხება რომ აი რა ემოცია გაქვსო რა და რთულია თქო მაგრამ ისეთი საინტერესოა თქო იმიტომ რომ გაინტერესებს აბა რა სისწავლი შენს თავს ცდი და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის რა რთულ პერიოდში შენს თავს იცნობ მართლა იცნობ იმიტომ რომ რაღაც თვისება თუნდაც კარგია, ბჭყალებში კარგი ან ცუდი გონია რომ არ გაქვს და აღმოაჩენ რომ უი. და ძალიან მაგარი რაღაცა არის. კი. თანა მე არჩევანი გაქვს იქ კვლევა შეგიძლია რომ აი ეგრე თუ შევცვლი ახლა ჩემ გზნობებს რა მოხდება ნეტა რა და მე შეგიძლია სხვა რამენერად შეცვალო კიდე ამას თუ გამოვხატავ რა მოხდება, ამას თუ არ გამოვხატავ რა მოხდება და. რაღაც ძალიან ექსპერიმენტებია. ძალიან საინტერესოა ძალიან. იცი რა მინდა გკითხო დღეს ჩვენ ადამიანები ძალიან ბევრ რამეს ვეძახით მედიტაციას ვიზუალიზაციის პროცესაც დღეს ვეძახით მედიტაციას აი რეალურად რა არის მედიტაცია შენთვის სრულიად სხვა რამე ვიდრე კონცენტრაცია ვიზუალიზაცია და ასე შემდეგ თუმცა მინდა გითხრა რომ ჩემ შემოქმედებასაც მე მედიტაციას ვეძახი რომელიც წერია ხა YouTube-ზე რო არის და ან კიდევ ონლაინ რო ვატარებ ხოლმე მედიტაცია ამასაც მედიტაციას ვეძახი რომელიც შეიცავს ვიზუალიზაციასაც ანუ წარმოსახველსაც გრძნობებსაც და თვითჩაღრმავებასაც ეს სილამაზისთვის უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული იმიტომ რომ ეს არ არის არც სიმღერა არც ცეკვა ეს არის მართლა მედიტაცია მაგრამ სიამდვილეში მედიტაცია ეგ არის თვითჩაღრმავება, თვითკვლევა, თვითჭვრეტა. თუმცა ეგრე ადვილი არ არის, მაგრამ ისიც არ არის, რაღაც პრაქტიკაც არ არის. ჩვენ რომ დავუშვათ რაღაც წიგნებში გვასწავლიან რომ რაღაც რამდენიღაც საათი უნდა დავუჯდეთ, ან დილას 3 საათზე უნდა ავდგეთ და რაღაც პოზა უნდა მივიღოთ, ხო? ეგეც თითქოს ხელს უწყობს მედიტაციას, მაგრამ სინამდვილეში არ არის რა მედიტაცია და სინამდვილეში ის არ არის განსაზღვრელი. მედიტაცია არის, როდესაც შენ უცებ სიცოცხლე და გაინტერესებს, რომ
რა არის ეს, რა ხდება ეს სტიმული, ეს შთაგონება, ხო, შიგნიდან მოდის უცებ, აი ადამიანის ყველა ეტაპზე აქვს ეს. თუკი ოდნავ მაინც მიაქცევს ყურადღებას და აი ამ სტიმულს პატარა ინტერესს იმ შიგნიდან, ხო, არ დაფარავს სხვადასხვა მოქმედებების, სხვადასხვა გართობებით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეგ მიდრეკილება, რომ ვერ ვიტანთ იმ სიცარიელეს და იმ სიჩუმეს, არა და ის გაძლევს შენ ინტერესს, რომ რა ხდება სინამდვილეში. აი აქ ვსივარ და უცებ აღმოაჩენ, რომ ვაიმე, ეხა ეს რისთვის არის, აქ რისთვის ვივარ მე და მე ვინ ვარ საერთოდ და აქედან იწყება მედიტაცია, ანუ თვითკვლევის ინტერესით იწყება, თვითკვლევის ინტერესით და მე ხდება თვითჩაღრმავება და ესეც ამის სწავლებაც ცოტა შეუძლებელია, იმიტომ რომ შენ რაღაცა გაინტერესებს, ხო, იქ შენ ვერ გასწავლი სხვა, რომ გინდა თორე ეს ესე გააკეთე და შენ თორე რაც გაინტერესებს იმ ინტერესში შედიხარ. თუმცა ეს არ არის მედიტაცია, არ არის რაღაც აზროვნება და აზრებით ფიქრი, რომ ეს რა არის, ანუ კვლევას როცა ვამბობ, გრძნობით კვლევას გულისხმობ, კვლევით გრძნობაში ჩაღრმავებას გულისხმობ და ეს არის სწორედ ეს ნამდვილი მედიტაცია. ვიზუალიზაცია და ეს ყველაფერი შეიძლება დამხმარე იყოს თავიდან, მაგრამ მერე უკვე საბოლოო ეტაპი აიჭრა ეტაში რო გადადიხარ და არსებობაში უბრალოდ იქ უკვე ყველაფერი მოხსნილი უნდა იყოს, ანუ შენ ყურადღება აღარ გაქვს რა იმაზე. ყველაფერი შეიძლება არსებობდეს იმ დროს ხილვები გქონდეს, ან ამას ხედავდე, მედიტაცია არ არის თვალდახუჭულობა არ ნიშნავს რა მედიტაციას და ეხა რომელ მიმართულებასაც ვსწავლობ მე აი იქ კიდევ აუცილებელია რომ თვალები ღია გქონდეს, აუცილებელია რომ არ დაკარგო რეალობასთან კონტაქტი, იმიტომ რომ საბოლოოდ აი გასხიოსნებას, რასაც ეძახიან, გამოგვიძებას, რასაც ეძახიან, არ ნიშნავს ამ რეალობიდან მოწყვეტას, თითქოს ცალკე რამე არსებობს, არამედ ის რაღაცა, რასაც ჩვენ ვეძებთ, რაც ჩვენში უნდა გამოვლინდეს, არის აი ამისი სხვა განზომილება, ამ არსებულის სხვა განზომილება. იგივეა ეს, ოღონდ თითქოს ემატება, თითქოს მეტი იცი, თითქოს მეც ხედავ, მეც აღიქვავ და ის ამას მოიცავს, იმიტომ რომ ის ყველაფერს მოიცავს რა და შენც მოგიცავს. აი შენ ახსენე დისკომფორტი, რომლებიც ადამიანებს გვაქვს, ძალიან ხშირია საწყის ეტაპზე რა, გვეშინია კიდე ეს დისკომფორტი გვაქვს მედიტაციის და ძალიან ხშირად გამიგია ადამიანებისგან, რომ მე არ ვიწყებ მედიტაციას, იმიტომ რომ არ გამომდის და მგონია, რომ თავიდან როგორ გამოგივა. და აი შენი აზრი არის ძალიან საინტერესო, რატო გვეშინია და დისკომფორტს რატო იწვევს. ყველასთვის არა, მაგრამ ხშირად ადამიანებისთვის საწყის ეტაპზე მედიტაცია. პირველ რიგში შეიძლება ის ფსიქოლოგიური კი არ იყოს, რაღაც ჩვენი აღზრდის შედეგად იყოს, რომ მედიტაცია დაუშვათ არ ითვლებოდა რაღაც მიღმა პრაქტიკად ითვლებოდა და ეს შეიძლება ჩარჩენილი აქვს ადამიანს და ამაზეც დაუფიქრდეს, რომ თუ ესეთია, უნდა შეისწავლოს რა სხვადასხვა წყაროებში, რომ სინამდვილეში რა არის მედიტაცია, რომ ეს რელიგია არ არის, არამედ ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ჩვენი ბუნებრივი მოქმედება სიცოცხლის მიერ, ისევე როგორც აი ყვება, ძილი, აქტივობა, ხო? ეს მედიტაციური მდგომარეობაც უნდა იყოს ამ ბუნებრივი. ჩვენთვის არ არის ახლა ჯერ კიდევ ბევრისთვის, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი ინსტინქტური ის არის რა მდგომარეობა. თავიდან მედიტაცია დისკომფორტს იწვევს, ესე იგი ეს თუ ფსიქოლოგიური არის, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ურთიერთობა ან გამოსცილ ადამიანთან ურთიერთობა დაეხმარება ადამიანს და თუ უკვე მედიტაციის დროს, როდესაც შენ ჯდები თვითჩაღრმავებაში და უკვე არაფერს აღარ აკეთებ, აქტივობა არ გაქვს, უბრალოდ ხარ არსებობაში, ამ დროს თუ იბადება დისკომფორტი, ეს ნიშნავს იმას, რომ თავს წამოყოფს ის პროგრამები, რაც ჩვენ ზოგადად ხელს გვიშლის სულიერ გაცნობიერებაში. და კი ადამიანს უჭირს ერთ ადგილზე ჯდომას უჭირს, ანუ მედიტაციას კი თავიდან ჭირდება ყურადღების მიქცევა და დროის დათმობა ნამდვილად ჭირდება და არაფრის კეთება ნამდვილად ჭირდება, ანუ სხეული გაჩერებული უნდა იყოს, არა გაშტიკნებული რაღაცა, ანუ ძრავი, მაგრამ უბრალოდ უნდა იჩდეს მაინც რა, რომ
დაკავებული არ იყო სხვადასხვა აქტივობებით და ყურადღება შევიდეს შიგნით. ამ დროს რო დისკომფორტი მოდის, ეგ არის ჩვევების ბრალი და პროგრამების ბრალი, თვითონ სხეულებრივად თუ არის. და რას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ზოგადად სხვა რამეების მიმართად მედიტაციაში არავითარ ძალისხმევას არ ხმარავთ. ჩვენ ვიხსენებთ, რომ ჩვენ ეს გვინდა და იმიტომ ვზივართ. როდესაც ფილმი გვაინტერესებს ძალიან, ზოგიერთი ფილმი 3 საათიანია და ვზივართ 3 საათი ისე რომ შეიძლება არც გავინჯდეთ, ხო, თრიანად იყო ჩართულები. ესე არის მედიტაციაც და აი ესეთი სურვილით და ინტერესით უნდა გადავლახოთ რა ჩვენი რაღაცა ეს ფიზიკური დისკომფორტი. მეორე ფსიქოლოგიური დისკომფორტი იმიტომ არის რომ ყველას გონია რომ აი როდესაც აქტივობაში ვართ ჩვენ თითქოს კარგად ვართ ნორმალურად ვცნობ თავს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრ რაღაც ტანჯვას განვიცდით შიგნიდან, ძალიან დისკომფორტს უკვე განვიცდით შიგნიდან, მაგრამ დაფარულია, იმიტომ რომ ყურადღება არ არის იქ. მედიტაციაში ყურადღება როგორც სინათლე ანათებს იმ ოთახის ბნელ მხარეებს, ან ისეთ მხარეებს, რასაც მანამდე არ აქცევდი ყურადღებას, მედიტაციაში ეს მხარე ჩნდება. ანუ მაშინ კი არ გაჩნდა, არამედ გამოჩნდა. ის არის უკვე შენი ფსიქოლოგიური დისკომფორტი ნიშნავს რომ ის გრძნობები შენ ყოველთვის გაწუხებს და ფონად გასდევს შენს ყოველდღიურობას და ამიტომ მედიტაციაში ამის როცა შენ იცი რა ან მასწავლებელისგან ან წიგნებისგან ან შენგან რომ ეს ბუნებრივია ეს დისკომფორტი შენ ამას ყურადღებას აღარ აქცევ და არიწყებ თავარია რომ ფსიქოლოგიური კვლევა არ დაიწყო ამისი მედიტაცია ცოტა სხვა რამე არის ფსიქოლოგიური კვლევა თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი და რა უნდა გამოვასწორო და ეგ კიდევ სხვა არის მაგრამ მედიტაციაში თვითონ გაცნობიერება თვითონ ასწორებს ამას გაცნობიერების პროცესში თავად ხდება ამისი გამონთავისუფლება და შენ როგორც კი ამას დაინახავ, შეამჩნევ, ეს მართლა რაღაც სინათლის განათებასავით არის და ეს სინათლე უბრალოდ სამხედველო სინათლე არ არის, რაღაც შინაგანი სულიერი სინათლეა, რომელიც აზავებს იმას. აი, ხედვა უკვე აზავებს, როგორც კი დაინახავ შენ იმას, ის თითქოს განზავდება და შენ მე ენერგიას გიტოვებს ეგ. და თუ შეიძლება მე გავაზიარებ ჩემს გამოცდილებას, თუ იმას დაეხმარება, მე არ ვარ არც მასწავლებელი, მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, უბრალოდ მე მქონდა ეს დისკომფორტი და მივხვდი რომ ეს იყო, იმიტომ რომ ჩემთვის იყო უცხო საერთოდ, რომ რაღაცას უსმინო შენს სხეულში და დააკვირდა და სიყვარულის მედიტაციას როცა ვაკეთებდი, მანამდე დაახლოებით 2-3 წუთი უბრალოდ უსმენდი ამ სხეულს და ესე მივაჩვია რა და შეიძლება მართლა უბრალოდ ისიც იყოს, რომ არ გვაქვს ჩვევაში და რთულია რა, რაღაც ახალია და არ იცი გაბნევს და კი, ნამდვილად, აი ჩვევაში, ესე იგი, ყოველდღიურად აუცილებელი არის, რომ რაღაც დილა 3 საათზე გაიღვიძო და 6-დან 9 საათ, ან 6-დან 7 საათამდე რაღაც დრო დაუთქვა შენ თავს, მაგრამ ეს მაინც აი თუ უნდა ადამიანს და მე მინდა რომ ეს სტიმული მივიცე ჩვენ საყვარელ მეგობრებს, საყვარელ მაყურებლებს და მსმენელებს, ვინც აი შენს გადაცემას უყურებს და მოусმენს, რომ ვინც არ არის ჩართული, ან შეიძლება ვიღაცა ძალიან ჩართულია, მაგრამ რაღაც ტექნიკური მედიტაციები გამოსდის, ან მარტო ვიზუალური, ან რაღაც ენერგეტიკული. აი, ყოველს მინდა გაუზიარო ეს ბედნიერება რა, ეს სტიმული, ეს შთაგონება, როდესაც უბრალოდ სიხარ, კი, მდგომარეობაში მაგრამ ეს არნიშნავს, რომ არაფერი არ ილაპარაკ. უბრალოდ სიცოცხლეს უთმობ დროს. შენში, შინაგან სულიერ სიცოცხლეს უთმობ დროს, ეთმობა დრო. ყურადღებას ყოფ ორ ნაწილად ხო და რაღაც ერთი ნაწილი არის შენ შიგნით და მეორე შეიძლება ესაუბრება პირობითად ზეონას. კი, ეგეც შეიძლება. კი, ცხოვრებისეულად ეგ ძალიან კაი გაგრძელება არის. კი, აი ეგ მინდოდა ზუსტად რომ მადლობა მაგისთვის. ანუ თავიდან ჩვენთვის ვზივართ, ჩუმად ვზივართ და ჩვენ თავში ვართ. და მე ნელ-ნელა ეს მდგომარეობა, როდესაც ნახავ, რომ შენი ბუნებრივი მდგომარეობა აქ არაფერი ისეთი განსხვავებული არის, უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდი ადრე. და ამ დროს ეს ბუნებრივი მდგომარეობა ისეთია, თუ ყურადღებას მიაქცევ, ისეთი სითბო მოდის, სწორედ ეგ არის მანდარის რა სიყვარულის წყარო. აი მედიტაცია აღმოსავლური გონიათ, რომ თითქოს თავში არის რა კონცენტრირება. სულაც არა, იქ სხვათა შორის აღმოსავლეთში გონებას ეძახიან, აი აქ გონების ადგილი ეს არის. კი, სიტყვა გონებას ხმარობენ, მაგრამ აქ არის ეს ცენტრი და ამიტომ რო გეუბნებიან, რომ ყურადღება გონებას შეიტანე, აქ შეგაქვს. ვაუ, ეგ არ ვიცოდი.
და იქ აღმოსავლეთში ყველა მედიტაცია იწყება. ზოგადად ესეთი იყო აზრი იყო თითქოს აქ სიყვარულის განხრა არის დაუშვათ დასავლეთის რელიგიაში და იქეთ აღმოსავლურში გონების და კი გონების არის, მაგრამ ის გონება აი სიყვარული იმათ გონება ისეთ როგორც სიყვარული. ასე რომ ყველა მედიტაცია აღმოსავლეთში იწყება თანაგზნობის და სიყვარულის მედიტაციით, ანუ მთელი რიტუალი არის, რომ ესე იგი შენი თავი შეკყავს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გსურს მთელ ქვეყანას დაეხმარო, ყველა ადამიანს დაეხმარო და შედიხარ ფრიანად რა აი მათ თანაგზნობაში და მერე აკეთებ მედიტაციას და მედიტაციის ბოლოსაც ხდება მიძღვნა. რაღაც ესეთი რიტუალური სიტყვებია იქაც, რომ თუ რამეს მივაღწიე ამ პრაქტიკებით თუ რამე ყველაფერს ვუძღვნი ყველა ადამიანის გასხიოსნებას. დაახლოებით ახლა ბავშვურად განვთარგმნე, მაგრამ აი ესე იწყება თავიდანაც და მერეც სიყვარულში. ვაუ. ხო, ეგ ანუ სანსენტერს. ხო და ასე რომ იმას საუბრობთ, რომ ყოველდღიურობაში შეგვიძლია ჩვენ ეს ძალიან ბედნიერი მდგომარეობა დავნერგოთ, რომ ხშირად გამიგია, რომ დილას ადრე გამეხვიძა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, დავუშვათ სიგარეტი მოვწიე, მაგის გამო ღამე არ მეძინება. აი ეგეთი რაღაც თავისუფალი დრო როცა არის ხოლმე, ან ავტობუსის გაჩერებაზე ვდგავართ და აი რაღაც ისეთი მომენტები ხო არის ჩვენ ცხოვრებაში, როცა არაფრის კეთება არ გვიწევს რა. აი ამ დროს შეგვიძლია, ამ დროსაც შეგვიძლია რომ გულში ჩავღრმავდეთ და შევიდეთ რა მედიტაციაში, ჩვენ საკუთარ მეში და ის მე თვითონ ვითარდება, ანუ თვითონ ღრმავდება, თვითონ ფართოვდება, ფინალის გაკეთება არ გჭირდება ამ დროს. ის რეალობა, სინამდვილე რაც არის ჭეშმარიტება, ჩვენი ბუნება თვითონ ვლინდება რა თანდათან და არაფერი ძალისხმევა და სპეციალურად ამის გაკეთება არ ჭირდება, უბრალოდ უნდა ესე იგი აი ჩვენი დროის დათმობა, აი გულის დროის დათმობა, გულის ყურადღების დათმობა რა. ტექნიკურად არის ეგ, ხო? აი რამის ხوار დაგუმეტებდი ტექნიკურად რომ რა თქმა უნდა არის კიდევ კი ეს არის არსი რა არსი ეგ არის და მე რა თქმა უნდა ბევრი შეკითხვა იბადება ხოლმე რომ მაგალითად გონიათ რომ ძალიან ბევრი აზრები მომდის და როგორც შენ თქვი რომ მედიტაცია არ გამომდის ხო ამ სიტყვებსაც ხმარობენ ხოლმე მედიტაციას გამოსვლა არ ჭირდება იმიტომ რომ მედიტაცია არ არის აზრების უარყოფა ან აზრების გარდაქმნა აზრები და გრძნობები ერთად ვიგულისხმოთ ზოგადად სამი გზა არის განვითარების სამი ეტაპი არის და ყველა ადამიანი რომელიღაც ეტაპს მიეკუთვნება ან შეიძლება სხვადასხვა ეტაპებზე თვითონ გადავიდეს პირველი არის როდესაც უფრო დასაწყისი როდესაც გეუბნებიან რომ აი ეს სუდია ეს ბოროტებაა ეს ბნელია ეს არ ვარგა და ამიტომ ამას უარყოფ შენ განაგდებ შენგან და ყოველთვის ვცდილობ რომ არ გაბრაზდე დათრგუნო ანუ არ გშურდეს და ესეთი ისინი ანუ ნეგატიური მდგომარეობით ისინი განაგდო შენგან. მე ვიყავი მან და არ მიმიყვანა კარგ არაფრამდე. ხო, ეს იგი თუ ვინმეს ზემოთა ეტაპები უჭირს, ჯერ აქედან იწყებს რა და ესეც მისაღები არის ზოგადად. მეორე ეტაპი არის ეს აქაც თავისებური მსოფლმხედველობის ხალხი არის რომ იმ ცუდს კი არ განაგდებს, არამედ გარდაქმნის. ესეც ტრანსფორმაცია და ესეც ძალიან საინტერესოა. ანუ მოვიდა ბრაზი და ბრაზი გარდაქმნა სიყვარულში. ეს რაღაცა კიდე რაღაც ნეგატიური მდგომარეობა, მოვიდა ნეგატიური გამოცდილება, გარდაქმნა და რაღაც სხვა რაღაც გამოიყვანა იქიდან, ვიდრე რომ რაღაც გაბრაზებულიყო, ნაწყენი ყოფილიყო, ამან სხვა გამოსავალი მოუწევნა, დადებითი გამოსავალი მოუწევნა და გარდაქმნა ეს ენერგიები და მდგომარეობები. კიდე აზრები ამ დროსაც მოკლედ ტრანსფორმაციას აკეთებენ ხოლმე ამ აზრების. შეიძლება გითხრა აი მაგალითად როგორ გარდაუქმნათ აზრი ან რაღაც ნეგატიური მოვლენა პოზიტიურად. ეს ძალიან ადვილია მაგალითად თვითონ სიტყვები უნდა შეცვალო აზრი რო არის რაღაცა ცუდი აზრი მოდის ხო მაგალითად რაღაცა ჩემი ცხოვრება ძალიან მოსაწყენია ან მე წარუმატებელი ვარ ან რაღაცა და ეს სიტყვები არის და სიტყვები შეიცავს ენერგიას სიტყვების მიღმა ენერგია ჩვენ ამ სიტყვებში გამოვხატავთ ჩვენ საკუთარ ენერგიას კი და პირდაპირ შეგიძლია სიტყვები შეცვალო შენ რაც გინდა რომ შენ თავში გამოიწვიო იმას შეცვლი რა იმას ხოლმე იცი თუ შეიძლება გეტყვი ემოციას არ ვცვლი, ვეუბნებ რომ კარგი იყავი, გააქვს ყოფნის უფლება, მაგრამ აი თუ მოვიდა ფიქრი რომ აი პირობითად არ გამომდის არაფერი, არა შენ ყველაფერი გამოგდის რა და მე ამ ემოციას რო არ ეჯაჯგურები და არ ვცვლი, აი ამ სიტყვებს რო იტყვი ეგ ემოციაც უკვე არ ვიცი რაღაც მიღებულია და განათებულია და სხვანაირია, ხო?
ეგ ახლოს არის მესამე ყველაზე ისეთ მაღალ ეტაპთან. ანუ ყველაფერი, რასაც გრძნობთ, რაც აზრები მოდის, აქ ცუდი და კარგი სინამდვილეში არ არის, უბრალოდ ჩვენი გონება ესეთნაირად არ ქმევს და თითქოს ბავშვურ ცნობიერებაში რო ვიყავით, მაშინ უნდა დაგვერქვია, რომ ეს რაღაცა კარგია და ეს ცუდია. ყველაფერი არის ენერგია, ყველაფერი არის სინათლე, ყველაფერი ერთი საწყისიდან მოდის. და როგორც კი აი ამ სამხედველობაში შედიხარ შენ მედიტაციურად და ამას აცნობიერებ, ის იწმინდება. ის შენი გაბრაზება აღარ არის, შიში აღარ არის. და ის იმდენად თავისით გარდაიქმნება და უბრალოდ გარდაქმნაში არ გულისხმობ რომ რაღაც კარგში, ცუდიდან კარგში. არა, ის ზავდება საწყის სინათლეში და შენ გრჩება სულიერი ენერგია. მართლა აღარ არის, მართლა გაბრაზება და მართლა შიში აღარ არის, მაგრამ არ მოხდა ჩვენ რაღაცა ტრანსფორმაცია კი არ მოვახდინეთ, არამედ მათი გაცნობიერება მოვახდინეთ რა. მათი დანახვა მოვახდინეთ და აი ეს არის კიდევ მედიტაციის უპირატესობა, რომ შენ იყურნები გინდა ფსიქოლოგიურად და სხვადასხვა ფიზიკურ განკურნებაზეც თქვათ მე ერთი ორი სიტყვა მაგ მედიტაციით ფსიქოლოგიურად იყურნები თავისით. შენ არაფერი ძალისხმევა არ გჭირდება, მარტო იმითი რომ ხარ თვითჩაღრმავებული და გაცნობიერებულ არსებობის მდგომარეობაში. აზრები მოდის, გნობები მოდის, ხო? არ აქცევ ყურადღებას, არ ებრძვი. ისინი თვითონ გამონთავისუფლდებიან. შენ უფლებას აძლევ ყველაფერს, რომ იარსებოს. აი მე რო თქვი მე ეს მქონდა თქო რა, აი თუ გაუბრაზდებოდი, მე ანუ აქეთ კიდე გაბრაზებული ვიყავი ჩემს თავზე რა და მივხვდი რომ ეგეც რაღაცა ის არის მე მგონი. საკუთარი თავის განდიდების მანია რა, ანუ ხო, რეაქცია გაქვს და იმ რეაქციაზე კიდე რეაქციას ამატებ. გაქვს რა და აი ფიზიკურ განკურნებაზეც რო გითხრა, თვითჩაღრმავების მედიტაცია. პირველ რიგში ძალიან ბევრი დაავადება ფსიქოსომატური, ანუ ფსიქოლოგიიდან მოდის და მაგ შემთხვევაში როცა ფსიქოლოგიად იყურნები, ის ფიზიკური დაავადებაც ქრება და კიდევ ბევრი ფიზიკური დაავადება მოდის მედიტაციის დროს ხდება თვითონ სხეულში ენერგოარხების გახსნა, ცენტრების გახსნა ხდება და ჰორმონები აბსოლუტურად სხვანაირად მოქმედებენ. მედიტაციის დროს ხდება აი ერთადერთი რაც ძილში ხდება ხოლმე, აი ის ხდება მედიტაციაში მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროების სინქრონიზაცია ხდება და ეს არის კურნება. ამ დროს სამკურნალო ენერგიები წარმოიქმნება ორგანიზმში. ჩვენი სხეული თვითონ დაბადებული არის, თავიდანვე შექმნილი არის თვითკურნებისთვის. ამას აქვს თვითკურნების უნარი. უნდა შეიყვანო იმ მდგომარეობაში, იმ სიხშირეზე უნდა გადაიყვანო შენი სხეული და სხვა მეტი არაფერი არ გჭირდება. და აი ამას აკეთებს სწორედ მედიტაციაში ეს რაღაცაც ხდება. შედიხარ იმ სიხშირეზე, როდესაც შენი აზრი, შენი მდგომარეობა უკვე რეალობაში ვლინდება. ანუ ესე იგი ხდება მედიტაციის დროს ნახევარ სფეროების სინქრონიზაცია და იმ სიხშირეზე გადასვლა, სადაც სხეული თვითკურნებას იწყებს, ხო? კი, და ის შენი აზრები რწმენა დავარქვათ, აი რწმენით რეალობაში გადმოგაგ, მატერიაში გადმოგაგ რა. ვლინდება ეს ფიზიკურად. ძალიან მაგარია. შენ ახსენე ბრაზი და შიში. და მე მახსოვს შენ გაგვაკეთებინე ესეთი მედიტაცია. ჩვენ წარმოვიდგინეთ ბრაზი და შიში, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე. და საკმაოდ ისე გრძნობდით ამ ემოციებს რა, სუყეთ. შემდეგ გითხარი, რომ ჩამოაშორეთ ახლა სახელი, ამას დააკვირდით როგორც ენერგიას და ეს ენერგია მე გავაზავეთ სხეულში. აი ამ პრაქტიკაზე და ამ პრაქტიკის სიკეთეებსაც რომ მოგუყვეთ შეიძლება. კი, ნებისმიერ ნეგატიურ მდგომარეობას შეიძლება რომ ესე მოვექცეთ და მაგრამ თავარი არის რომ როდესაც უკვე ძალიან გაბრაზებული ხარ, ან ძალიან დიდ ემოციაში როცა ხარ, ეს რა თქმა უნდა არ გამოგივა იმ დროს, თან გაცნობიერებული უნდა იყო, ან ნავარჯიშები უნდა იყო რა მანამდე. მაგრამ ადამიანს შეუძლია რომ ივარჯიშოს მანამდე, სანამ რატო უნდა ელოდოს, რომ აი ხა ვიღაცა გამაბრაზებს მე და ჩავარ და იმ მდგომარეობაში. აქედან დაზღვეული არავინ არ არის. შეიძლება ძალიან კეთილი ადამიანია, ყოველდღიურად მშვიდად ცხოვრობს, ძალიან ყველაფერს პატივებს, მაგრამ უცებ ისეთი პროგრამები არის ჩვენში ჩადებული, აი კარმულ პროგრამებს რო ვეძახით, რომ რომელიღაც მომენტში შეიძლება აფეთქდეს ისე, რომ თვითონ საერთოდ თვითონაც რო არ მოელოდეს ისეთნაირად. ამიტომ იმ დროს რო იცოდე რა გააკეთე, როცა ეს დავუშვათ აფეთქება მოხდება, ან ძლიერი წყენა მოხდება, ყოველთვის არის რა ეს მოულოდნელობები და იმიტომ რომ ესე ვითარდები ჩვენ ადამიანები, სიწყნარეში და სიმშვიდეში პლაჟზე წამოწავლები ვერ ვითარდებით და იმიტომ გვიწყობენ რა ეგეთ რამეებს.
ამიტომ საჭიროა მანამდე ვარჯიში რა, ამაში სპეციალურად დაჯდომა, გამოწვევა თავიდანვე, ან თუ პატარა რამე გაბრაზება, ან შიში დაგემართა, ან წყენა დაგემართა, ხო? რაღაც ისეთი საშუალო დოზის მაგ დროს შეიძლება კიდე გაკეთება, რომ კი არ გავარდე ეს წყენა, კი არ ჩავარდე ამ აზროვნებაში და ამ იმაში, არამედ გამოიკულიო რა ენერგიაა. იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ეს გრძნობები რა ჩვენ გვებადება, ჩვენგან არ არის, არ ჩვენი აზრებით, რომ გონი არ არის ჩვენგან. ეს უბრალოდ არსებობს სივრცეში და ჩვენ თითქოს აი ოკეანეში შევცურდით. აი ამ გრძნობების და აზრების ოკეანეში შევცურდით და უბრალოდ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, რომ გამოვანთავისუფლოთ ისინი ჩვენგან. ჩვენ თუ ჩავეჭიდეთ იმ აზრებს, რომ ეს ჩემი აზრია და აი მე მეწყინა ეხა და იმანის გამეკეთა და მე ეს გავაკეთე, რატო? თავიდანვე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უბრალოდ სიტუაციაა. ეს არ არის როგორც ესეთი სინამდვილე ისეთი, როგორი ჩვენ გონია. უბრალოდ სიტუაციაა, რომ შენ რას იზავ, როგორ გაივლი ამას და რას იგრძნობ. შეიძლება საერთოდ არაფრის ტრანსფორმაცია არ მოახდინო და ნეგატიური გამოცდილება გაიარო. აი ფილმში ხო გვაქვს ჩვენ რაღაც უარყოფითი პერსონაჟებიც არიან და ხო არ ასწორებს სახიობი იმ პერსონაჟს, გაივლის იმის გრძნობებს და ჩვენს ასე შეგვიძლია რა ეს რაღაცა ნეგატიური გამოცდილება ესე გავიაროთ და თავარი არის რომ ესე თავისუფლად რომ გაივლი ამ გამოცდილებას, აი ამ გრძნობებს, ხო? განთავისუფლდება ის როგორც ნაკადი, მდინარის ნაკადი გაივლის, კი. მოვიდა სტუმრად შენთან, სიბრაზე მოვიდა, შიში მოვიდა, წყენა მოვიდა და გაჩვენებს, მე ესა ვარ. ეს ცხოვრება ხელოვნებაა, შემოქმედებაა, ყველა გზნობა საინტერესოა. და შენ იღებ იმას და დაინახავ, აი დანახვა და გაცნობიერება, ეს გაცნობიერებას ტექნიკურად არ უნდა მივიღოთ რა. სულის თვალებით ხედავთ და გულის თვალებით, გულის გზნობით გზნობ და ეს არის დანახვა. შენ რო ამას დაინახავ, აი ამ სიბრალს, ამ სიწყეს, მე იმის სილამაზესაც დაინახავ და უცებ ის სიბრაზე უკვე ისე გამოდის, რომ გარეთ კი აღარ ყავლენ იმას და ვიღაცას კი აღარ ეჩხუბები უკვე. პირიქით მადლობელიც ხარ იმისი, რომ შენ ამხელა ენერგია გადმოგცა. თანაც მინდა გითხრათ, რომ აი ეს წყენის ეს იმხელა ნეგატიური, იმხელა ენერგეტიკული პოტენციალებია. და ეს რო გამონთავისუფლდება, იმხელა რაღაც კარგ რაღაცებში შეიძლება გამონთავისუფლდეს. ჯერ ისეთი რაღაც სულიერ ხედვებში, სულიერ გაცნობიერებებში, სულიერი ცოდნის მიღებაში. მე ხელოვნებაში შეიძლება გადმოვიდეთ. მაგალითად, ჩემი მედიტაციების უმრავლესობა ეგრე ხდებოდა, რომ აი ნეგატივიდან იწყებოდა რა. რაღაცა მოხდებოდა ისეთი, რომ ძალიან მეწყინებოდა და სისხლში დამარტყავდა პირდაპირ. და მე აი ამ ენერგიას რო ჩაუღრმავდებოდი, ეს დარტყმა, ესე იგი, ეს წყენა კი არ ყოფილა სინამდვილეში, სამყაროდან რაღაცა ენერგეტიკული იმპულსი შენთვის. და შემოქმედებითი ენერგია. და ის მე გარდაიქმნებოდა უკვე ისეთ სიყვარულის მედიტაციაში, რომ საერთოდ იმ წყენასთან რომ კავშირი არ ქონდა. არა და ეს ტრანსფორმაცია არ არის. ასე რომ პრაქტიკა არის ესეთი, რომ გზნობა რო გვებადება, ჩაუღრმავდეთ იმ გზნობას, შევიგრძნოთ ჩვენ ტანში, სად გრძნობთ, რას გრძნობთ, ვიბრაცია, ეკლებად გვაყრის, ტალღებად დადის, სიცხელეა, სიცივეა, თუ რა ხდება. და ასე რომ გავაკეთებთ და იმ სიბრაზეს წყენას ჩვენ აღარ დავარქმევთ, რომ ეს ძალიან ცუდია, მაგ შემთხვევაში ის სახელებიც აზრს კარგავს რა და შენ უკვე იმათთან ერთად შემოქმედებ. მერე უკვე ეს ენერგია გადაყავს რაშიც შენ გინდა. და მე მაქვს გაგონილი ესეთი ფრაზა და ძალიან ვეთანხმები, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი ემოციები. უბრალოდ არსებობს ემოციები, რომელთა განცდაც გვიჭერს და რასასწაულია, რომ ემოცია, რომელს განცდაც გიჭერს, იმასაც რომ განიცდი, ეგ არის კურნება და მისი უკუგდება არ არის კურნება პირიქით. კი. შენგან გავიგე ესეთი რაღაც, რომ ტიბეტში 3-4 წლიდან ბავშვებს ასწავლიან მედიტაციას და საკუთარ თავთან ჩაღრმავებას, რა თქმა უნდა, იმ დონეზე, რა დონეზეც ამ ბავშვებს ხელ ეწიფებათ. როგორ დავნერგოთ ეს პრაქტიკა ჩვენს შვილებში? უექ ჩემი ოცნებაა და ვისაც უჭირს დავუშვათ ფსიქოლოგიურად შეიძლება მედიტაცია სიტყვა არც დაარქვას. უბრალოდ თვითჩაღრმავება რო დავარქვათ და თვითკვლევა რო დავარქვათ. რამდენი
წელი ეკარგება ადამიანს, სანამ გაიზდებას დასრული გახდება და გაიგებს ამის შესახებ, რომ თურმე არსებობს ესეთი თვითჩახმარება, რომ თურმე მარტო აქტიურობაში კი არ შეიძლება რომ ენერგია დახარჯო და ყურადღება გქონდეს გარეთ და მარტო ის კი რომ იფიქრო ამ მოვლენებზე, ეს რატო არის და იკვლიო აზროვნების დონეზე, არამედ თურმე არსებობს საკუთარ გულში ჩაღრმავებაც, იქ მთელი სამყარო არსებობს, რომ იქ მთელი განზომილებები, მთელი ნამდვილი არსებობა საიდან მოდის და აი ეს ხო მართლა დროის დაკარგვა, რამდენმა ადამიანმა 40 წლის ასაკში იძახიან ახლა გამოვიღვიძე და თურმე ეს რა ყოფილა და პატარაობიდან ყველაზე ადვილია, ყველაზე ბუნებრივია. ბავშვი ისედაც ისეთი არის რა, რაღაც მკვლევარი არის და კი, რა თქმა უნდა, გარედანაც უნდა განვითარდეს ახლა მაგრამ დამატებით კიდევ ეს პატარა რაღაცის დამატება ძალიან კაი იქნებოდა, რომ ჯერ მარტო უბრალოდ წყნარაჯდომა რო ვასწავლოთ რა ბავშვს და ეხლა ეს რა თქმა უნდა ძნელია მაგასთვის პატარისთვის, მაგრამ ნელ-ნელა იწყებენ, ნახევარი წუთიდან იწყებენ, 1 წუთიდან იწყებენ და კიდევ ბავშვები ხო მშობლებს ბაძავენ ხოლმე ყოველთვის და თუ მშობლები არიან ამ სფეროში და მოსწონთ ეს თვითჩაღრმავების პროცესი და ეს მათი ცხოვრების ნაწილი არის, მაგ შემთხვევაში ბავშვს თუ დაისვამენ ხოლმე იქ ის თვითონ ნიბაძავს იმას, თვითონ გადავა რა მდგომარეობა იმაზე და ნელ-ნელა განვითარდება. ანუ რას მოგცემს ახლა ბავშვს რომ სიწყნარაში ჯდომას ცოტა რომ ანუ მე ესეთი კითხვები შეგიძლია დაუსვა რომ ანუ ადამიანის ხო ეგო ვითარდება რა პიროვნული ეგო ანუ კი არ ვიძახი პიროვნება ნიშნავს რომ მე ესა ვარ მე სახელი და გვარი ვარ და ეს ხო ბავშვობიდან ხდება ბავშვობიდან ვასწავლით ამას და მე უნდებით კიდევ ვაწლებულები ეგოსგან განთავისუფლებას რომ თურმე ეგო ილუზია ყოფილა და ცუდი კი არა არამედ ილუზია ყოფილა ხო და ეხლა ამხელა დრო არ დავკარგოთ და თავიდანვე რაღაც ჩანასახები რო კონდეს ბავშვს რომ კი მაგას სახელი აქვს სავის ხეულს გრძნობს გვარი აქვს რაღაც თვისებები აქვს რაღაცა ხასიათის ისინი აქვს ჩვევები აქვს რაღაც ის თავის სათამაშოა ეს ყველაფერი არის მაგრამ შეიძლება ვაგზნობინოთ რომ ამის მიღმას კიდევ არის რაღაცა რომ მისი მე მარტო ეს კი არ არის არამედ კიდევ არის შეგნით რაღაცა რომელიც თითქოს დამატება რომელიც შეიცავს რა აი ამ გარე პიროვნებას და გარე რეალობას და ეს ჯერ ერთი ეგოისტებისგან გაგვანთავისუფლებდა ადამიანებს და ის აი თვითჩაღრმავებას ნელ-ნელა რომ დააწყობია ბავშვი ის უფრო იცი როგორი ხდება რომ სხვა ბავშვებს გრძნობს უფრო კარგად ერთიანობის სული უნვითარდება ის ბუნებრივად ვითარდება სიყვარული მადლიერება პატიებას რო ვიძახით აი ამ თვითჩაღრმავებიდან თვითონ მოდის იმიტომ რომ ეს ჩვენი ბუნებაა სპეციალური სწავლება ამისთვის აღარ გჭირდება ან ბავშვობიდან უბრალოდ ყურადღების მიქცევა გჭირდება ან ტექნიკურად თუ სწორად მესახება აბა გეტყვი და თუ არა სწორია გამისწორე აი პირობითად ბავშვი 20 წამით ჯერ რაღაც დასვავ შენ შულს და ეტყვი რომ მოდი აბა დააკვირდი შიგნით შენს ხელში რა ხდება ხო აი რას გრძნობ ან თუნდაც უშოთ რა აფერია საით წავიდა რა შენ ვინ ხარ ბავშვი შეიძლება შეეკითხო შენ ხარ შეიძლება ისეთი რაღაცები გითხრას რომ აქეთ გაგასხივოსნოს იმან და უბრალოდ არ უნდა დავავიწყოთ თავისი ბუნებრივი მდგომარეობა ძალიან გამიხარდებოდა ძალიან ბევრ რამეში დაგვეხმარებოდა ზოგადად რა შენ ეხლა როგორც მითხარი და ვიცი სიბნელის მედიტაციით ხარ დაინტერესებული და გატაცებული და მაინტერესებს რატომ არის ეს სიბნელე ამ ხელოსიურცე ჩვენი ცნობიერებისთვის და სახლის პირობებში თუ შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია რომ დავაპრაქტიკოთ ის კი სიბნელის რიტრიტი პირველად რა ვიცი რამდენიმე წლის წინ გავიგე და გამოვიკვლიე არის მონაცემები თეორიულად შეგიძლია რომ შეისწავლო რატო არის დაუშვათ სიბნელე კარგი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაციას ვიღებთ ჩვენ ხო თვალებიდან ვიზუალურად და ყურებიდან სმენთ. ძირითადი ინფორმაციები ეგ არის და აქ არის თვალებიდან ყველაზე დიდი პროცენტი. და ამას რომ შენ აქრობ და სიბნელეში რჩები ტვინი ისვენებს ძალიან, ანუ ეს ინფორმაციები აღარ მიდის და ტვინს აღარ უხდება ამ რაღა ყველაფერს ამუშავებს ტვინი მუდმივად აქტიურია. ხო და სიბნელეში რო არის და ის ტვინი ნელ-ნელა ისვენებს და უკვე რო ისვენებს აზროვნება, უკვე ჩნდება ჩვენი ნამდვილი ბუნება, რაც არის, იმიტომ რომ რასაც ვეძახი, ჩვენ ნამდვილ ბუნებას, ჭეშმარიტი ბუნება, საწყისი სულიერი ცნობიერება ეგ არის აზროვნების მიღმა არის. სანამ აზროვნების გაჩერებას არ ვამბობ რა, არავინ არ ეცადოს აზროვნები ვერ გაჩერდება, ტვინს ვერ გააჩერებ, მაგრამ
რომ ისვენებს ტვინი, აი მაგალითად სიბნელეში რომ ისვენებს, რადგანაც ინფორმაციებს აღარ ამუშავებს და იგულისხმება რომ შენ მარტო ხარ და კი არა აქტიურობ უბრალოდ მედიტაციურად ხარ რა ამ სიბნელეში და თუ ჩაღრმავებაში ხარ მანდაც. ხო, კი. ხო და ესე ამ დროს ის გაძლევს იმ სინამდვილის აღქმას. შენ ვინც ხარ, შენი ნამდვილი მეს აღქმას გაძლევს და ამიტომ ძალიან მომეწონა სახლში მოვაწყე და უკვე შემიძლია ისე კარგად შევისწავლე, შემიძლია უკვე კონსულტაციები გავწიე, როგორ შეიძლება სახლში ამის გაკეთება, არის სპეციალური მატერია არის, მე მგონი სათბურებისთვის ხმარობენ, არ ვიცი, ერთი მხრიდან ვერცხლისფერით არის დაფარული და სქელი არის რაღაც რეზინასავით არის. მოკლედ გავაკარი ფანჯრები და ისე უნდა დაბურო. და ერთი არის კიდე მოსაფიქრებელი საჰაერო როგორ გავუკეთო, რომ ჰაერი შემოვიდეს ოთახში და სრული სიბნელე რო იყოს. ეს სიბნელე იმდენად ხო და მოკლედ სახლში მაქვს გაკეთებული 1 დღე, 2 დღე. მე აღმოჩნდა რომ ჩემი სრული 1 დღე და სრული 2 დღე. კი. და ესე მე აღმოჩნდა რომ სიბნელის რიტრიტი სხვათა შორის აღმოსავლეთში არის ძალიან ძლიერი მიმართულება პრაქტიკების ან სპეციალური მიმართულება როცა სიბნელის რიტრიტში ხარ უბრალოდ კი არ ხარ სპეციალურად რაღაცებს აკეთებ იმ მიმართულებაში რაღაც ვიზუალურ ენერგეტიკულ პრაქტიკებს აკეთებ სპეციალური მედიტაციებია მაგრამ მიუხედავად ამისა რომ არაფერი არ გააკეთო და უბრალოდ ჭვრეტაში იყო უბრალოდ რომ დაისვენო სიბნელეში დასვენება მოდი ესე დავიწყოთ რა პირველ რიგში სიბნელეში დასვენება ეს არის რაღაცა საოცარი მოვლენა. ანუ გარდა იმისა, რომ ტვინმა დაისვენა და გამოვიდა ეს რაღაცა სიწმინდე, სიცოცხლე. ამ დროს კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ ბნელია. ის ბნელი შენთვის ბნელი არ არის რა იმ აღქმაში. თითქოს გრძნობ ყველაფერს. არ ცდილობ რომ დაინახო, ისეთი სიბნელე უნდა იყოს, რომ ამბობენ რომ თვალი შეეჩვევა და მე რაღაცებს ხედავსო. ეგეთი არა, ანუ ნამდვილი ის ძლიერი სიბნელე უნდა იყოს. და შიგნიდან თითქოს დნება რაღაც ენერგიები, ფართოვდები, სხეული იცვლება აბსოლუტურად, ანუ უჯრედები იცვლება, ჰორმონები იცვლება. ეს ტვინების სინქრონიზაცია ხო ხდება, რაც მართლა ძალიან იშვიათია ხოლმე მარტო ძილში ხდება სინქრონიზაცია, მარტო მედიტაციების დროს და იმათ ემართებათ შემოქმედების დროს, ხატვის დროს დაუშვათ, ან მუსიკის წერის დროს, თაგონებაში რო ვარდებიან, ან წიგნის წერის დროს. მაგ დროს არის ეს სინქრონიზირებული და მაგ დროს გეხსნება რაღაც სამყაროს სხვა განზომილებები, საიდანაც ამაში თაგონებას იღებენ ხოლმე. ესე არის ზუსტად მედიტაციაშიც და ესე ხდება აი ამ სიბნელეშიც. მედიტაციურად ძალიან ბევრი რაღაც გასნობიერებები არის ამ სიბნელის იმაში რიტრიტში და ძალიან მომეწონა მას რა ვიცი ყველას ურჩევი რომ გააკეთოს. ჭამა ესე იგი როგორ არის მე შემელო რომ შიმშილობა გამეკეთებია სიბნელის რიტრიტში, მაგრამ როგორც ამიხსნეს, ანუ ჯობია რომ რაღაცა ჭამ სუბუქად თუ შეგიძლია სუბუქად მიირთვა, მაგრამ ჯობია, იმიტომ რომ ყურადღება ამაზე არ იყოს, იმიტომ რომ თუ არაფერს არ შეჭამდა შიმშილებს, შეიძლება კი რა ორგანიზმი გაწმენდას იწყებს და შეიძლება მთელი ყურადღება ამაზე წავიდეს და რაღაც თავისებური დისკომფორტი და შენი ყურადღება უნდა იყოს იმ თვითჩაღრმავებაზე და იმ მედიტაციებზე. იცი რა მაინტერესებს არსებობს ალბათ ეგეთი შემთხვევები, რომ მედიტაციის დროს ქვეცნობიერი შიშები და ტრაუმები შეიძლება ამოვიდეს ზედაპირზე. და აი ამ დროს რას გვირჩევ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ყველაფერიც გარდავქმნათ. არა თუ შეიძლება, არამედ აუცილებლად მედიტაციას თუ ვაკეთებ, აუცილებლად უნდა ამოვიდეს ის ქვეცნობიერში რაც არის დაფარული, რასაც არ ვაქცევდით ყურადღებას, რაც რა ვიცი, არ ვიცით უბრალოდ ჩაოლებია ცხოვრობთ, მაგრამ თურმე შინაგანად ესეთი რაღაცები არის ჩვენში. ამისთვის არავინ არ უნდა დაადანაშაულოს თავისთავი, რომ თითქოს მე ეს მქონდა. ჩემი აი გამოცდილებების შედეგად მე ხვდები, რომ როგორც ასეთი როცა მე არ არის, როცა მე სამყაროსეულია და ერთიანია. ჩემი რაღა არის ჩემი გამოცდილება. მე მგონია, რომ უბრალოდ აი ამ სხეულში დაგროვილი რაღაც ნეგატიური მდგომარეობები, რომელიც მედიტაციაში გამოდის, ჩნდება და თავისით ზავდება. ეს არის კურნების პროცესი. ასე რომ ეს როგორ უნდა მოვიქცეთ ხოლმე მაგ დროს
ურან გავაგზავნოთ მედიტაციაში ყოფნა. და ისევ დააკვირდე ალბათ მაგას. დააკვირდე პროცესი, დააკვირდე არა, იმიტომ რომ გამოიყოლიო და რაღაც ყურადღება მიაქციო, არამედ შენ უკვე უნდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი არის ბუნებრივი და ნორმალური. რაც არ უნდა ძალიან ბევრი აზრებიც მოვიდეს. ხო, შეიძლება რომ უცებ ადამიანის ყურადღება გადაერთოს და ჩაერთოს ამ ყველაფერში. არც ეს არ არის პრობლემა. როგორც კი გაგახსენდება, რომ შენ ეს ყველაფერი აცნობიერო და ნამდვილ მდგომარეობაში იყო, გამოდიხარ უბრალოდ იმედი და აგრძელებ მედიტაციას. ისიც შედის მედიტაციაში. ეგეთი რამე არ არსებობს, რომ სულ გაგრძელებული იყოს რა ეს იდეალურად ეს პროცესი. და იცი რა არის, არ შემიძლია რომ შენთან არ ვილაპარაკო უპირობო სიყვარულზე, მადლიერებასა და პატიებაზე, როგორც ამ ყველაზე მაღალ ვიბრაციულ გრძნობაზე და მაკურნებელ ეფექტზე და აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ პოდკასტის აღწერაში აუცილებლად დავურთავთ მზეუნას YouTube არხს და იქ ნახავთ უამრავ მედიტაციას, რომელიც არა მარტო ამ სამგრძნობაზე არის დათმობილი, მაგრამ ჩემთვის ეს მედიტაციები რაც განსაკუთრებით ძვირფასია და მოკლედ ნახეთ და არ ვიცი, საოცარი ძალა აქვს ამ მედიტაციებს და არ შემიძლია რომ შენთან არ ვისაუბრო და არ გვითხრა. კი, აუცილებლად უნდა ვთქვათ, სიყვარული, მადლიერება და პატიება არ არის გრძნობები, ეს არის სამყაროს ენერგიებია. ეს არის უმაღლესი ცნობიერების ნაკადები, რომელიც ჩვენში შეგვიძლია გამოვავლინოთ. ეს ერთ-ერთი გამოვლინება ჩვენი ნამდვილი ღვთიური წმინდები ვართ და ძალიან კეთილები ვართ სინამდვილეს ჩვენი საწყისი არის უწმინდესი და იქიდან ვლინდებიან ეს ენერგიები, რომელსაც ქვია სიყვარული, მადლიერება და პატიება. სიყვარული არის ერთიანი ღვთიური ცნობიერება, რომელიც ყველას და ყველაფერს კურნავს. სიყვარულში რო შედიხარ და აცნობიერებ სიყვარულს, მერე მოდის ისეთი მადლიერება აი მთელი სიცოცხლის მიმართ, მთელი არსებობის მიმართ, ყველა ადამიანის მიმართ განურჩევლად, აი უკვე სულ ერთი ხდება შენთვის, ყველაფერი სიყვარულია, ყველაფერი სინათლე არის, ყველა ადამიანში სინათლეს ხედავ და ესე რომ ხედავ, ხო, ესეთ შენი ხედვა უკვე ასწორებს იმ რაღაცას. მერე ის რეალობა აღარ ჩნდება, რასაც ჩვენ ადრე ბოროტებას და რაღაც ცუდს ვეძახდით. ისინი აღარ ჩნდებიან, როგორც კი შენ სიყვარულის თვალით უყურებ ყველაფერს და ამ ყველაფრის როგორც შედეგი მე არის უკვე პატიება უკვე სხვა სახელი არის რა ამ მდგომარეობის. არ შეგიძლია რომ ვიღაცამ გითხრას რომ პატიება ძალიან კარგია და შენ უნდა აპატიო. ესეც კი თავიდან შესაძლებელია აი პირველ ეტაპზე რო ვილაპარაკეთ ჩვენ რომ უნდა განაგდო ცუდიო. კი, მაგრამ სინამდვილეში, როდესაც შენ ნამდვილ ბუნებაში შედიხარ აი ამ თვითჯახრმების მედიტაციების შედეგად, იქ სიყვარული რო ბუნებრივად ჩდება, პატიება ბუნებრივად ჩდება, იმიტომ რომ შენ უკვე ხედავ რომ ის ადამიანი სინამდვილეში თვითონ დაუშვათ არ ყოფილა სიყვარულში ბავშვობიდან, იმიტომ გააკეთა ის ცუდი, იმიტომ გაწყენინა რომ თვითონ იყო ცუდად და ხანდახან არის რომ თითქოს დაჭრილია ის ადამიანი და თითქოს აი სულის ჭრილობა აქვს და სულის სისხლი მოსდის, რომ ყვირის შენ რაღაცაზე გიბრაზდება, სინამდვილეში ის ყვირის დახმარებაზე და ხო და აი ამ ყველაფერს რომ გააცნობიერებ ერთიანი სიყვარულის ცნობიერებაში, ამ ერთიან მეში, ხო? მე უკვე პატიება ბუნებრივად არის, აღარც გჭირდება შენ იმის თქმა, რომ აი მე იმას ვაპატიე და მე შენ გპატიო. ბუნებრივად ნაპატიები გაქვს წინასწარ ყველასთვის. და თან ანუ მე რას ვფიქრობ, იცი, მარტო იმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბნელ მხარეს თუ არ ვიცი, ჭრილოვან მხარეს ვიცნობდეთ, იმიტომ რომ მაგას თუ არ იცნობ და შენში თუ არ გაქვს დანახული, მე ძალიან მარტივია, რომ ვიღაცაზე ხელი გავშრო და ცუდია. და როცა შენს გაქვს დანახული, გაგიკეთებია ან თუ არ გაგიკეთებია, გიფიქრია, მანდ უკვე ხვდები რა ქვემოტივები რა არის და ერთმნიშვნელოვნად ცუდად კი არ აღიქვავ, ხედავ რა არის ის შედეგია და რა ვიცი, რამხელა ჭრილობის თუ საკუთარი თავის მიუღებლობის, უსიყვარულობის თუ ასე შემდეგ რა და მოკლედ თვითჩაღრმავება არის რაც არის რა. კი, და როგორც სამუშაო მასალა. ყველა გზნობა, ყველა ნეგატიური სიტუაცია არის ჩვენი ინსტრუმენტი, აი როგორც კლდიდან გამოქვეტავს და გამოკვეთავს მოქანდაკე რამეს, ისე ჩვენ ამ სიტუაციებიდან, ამ ნეგატიური მდგომარეობიდან, გზნობებიდან, აზრებიდან ქმნით რაღაცაზე შემოქმედება, როგორც ესეთი, ეს არის ღმერთის შემოქმედება, რომ რაღაცა ერთს გინდა გაცნობიერების გზით, გინდა ტრანსფორმაციის გზით, სხვა რამეთ გარდაქმნი. აი ეს არის სიცოცხლის პროცესიც. კი, და ბოლოს მინდა რომ გკითხო და გვირჩიო, როგორ ვიყოთ სინათლის მსახურები და როგორ გავზარდოთ ჩვენში ღვთიური სინათლე და ღვთიური ცნობიერება. პირველ რიგში ის თქვათ, რომ
რა არის ეს სინათლე, რომ ეს სინათლე არ არის რაღაც სიბნელის საპირისპირო. არამედ ეს ნამდვილი სინათლე, საწყის სინათლე არის ის, რაც სიბნელეს მოიცავს, შეიცავს შიგნით. და რა არის ნამდვილი სიბნელე? აი ის, რაც გზნობაშიც მქონდა, რა თქმა უნდა, რაც სიბნელის რითრით დროსაც გაიხსნა, რომ სიბნელე, რასაც შენ ხედავ კი არა და გრძნობ, შეიგრძნობ, ეს არის ისეთი საწყისის შინაგანი მდგომარეობაა. უბრალოდ სიბნელეთ იმიტომ ხედავთ ხოლმე, რომ ვერ ვხედავთ, რაღაცას ვერ ვხედავთ, რაღაცის აღქმის უნარი ჯერ ჩვენ არა გვაქვს და იქ ვხედავთ სიბნელეს. იგივე აი იმ დავუშვათ ბნელ ადამიანებში, უბრალოდ ჩვენ ჯერ არ გვაქვს იმ აღქმის უნარი, რაღაც ევოლუციურად არ ვართ იმ დონეზე, სულიერად არ ვართ იმ დონეზე, რომ იმ ადამიანში სხვა განზომილება დავინახოთ, სხვა წმინდა სული დავინახოთ და ამიტომ ხედავთ იმას. ანუ სიბნელე არის უბრალოდ ჩვენი აღქმის ნაკლოვანება. არ არის ჯერ ბოლომდე განვითარებული და სინათლე არის, როდესაც ჩვენ შინაგანი გრძნობით ვხედავთ. ეს არ არის სამყაროსეული სინათლე, არ არის რომ კი შეიძლება მართლა განათებულად დავინახოთ რაღაცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიბნელისგან განცალკევებულია. თვითონ სიბნელე არის სინათლის წყარო. ანუ იქ იბადება ეს ვიბრაციები. და თანაც ნებისმიერი სინათლე უფრო მაღალ ვიბრაციული სინათლესთან შედარებით არის სიბნელე. ანუ სიბნელე არის სინათლის რაღაცა დონე. რომელსაც ჯერ ჩვენ ვერ ვხედავთ, ესე იგი რა. მე კიდევ უფრო რომ ვიბრაციები რაღაც სხვა სიხშირეზე გადავა, მე იმას შეგვიძლია რომ რაღაც სინათლეთ აღვიქვათ და თუ სხვა აღქმა გვექნებოდა იმ სიბნელესაც სინათლეთ დავინახავდით. ანუ საბოლოოდ იმის თქვა მინდა რომ განცალკევებული დუალიზმი როგორც ესეთი არ არის. სინათლე არის, სულ ყველაფერი სინათლე არის და ის ღვთიური სინათლე ჩვენ უკვე ვართ. და ამიტომ რაღაცა განსხვავებულს, რაღაცა ცალკეც შეიძლება კი არა ემსახურო, არამედ ეს მსახურება ვლინდებოდეს იმაში, რომ შენ თვითონ გამოავლინო შენში ეს ღვთიურობა, რაც შენ ხარ. და ისევ და ისევ ამ მედიტაციებამდე მივდივართ, ამ თვითჩაღრმავებამდე, ამ ჭრეტამდე, რომ თავარი რა ყოფილა ამ ცხოვრებაში და აი ამ ღმერთის მსახურებაში, რომ ის ღმერთი, ის სამყაროსეული მე, ის საწყის სინათლე, რაც შენშია, გამოავლინო ის. და ეს გააკეთო აი შენი თვითჩაღრმავებით და ჭრეტითი მედიტაციებით და მე საბოლოოდ მოკლედ ეს ჭრეტითი მედიტაცია არის სიცოცხლე. ცხოვრება სიცოცხლეა რა. ეს ყოველწამიერად ესე იქნება. მე ამ სიცოცხლეს ვეძახი ღმერთის ჭრეტით მედიტაციას. ან ის ოცნებას და ისეთნაირად. და მაინც მომიდა რომ ერთ რაღაც გითხრა. აი ეხლა რა არის ის, რაც გინდა რომ ადამიანებს უთხრა და რაღაც მესიჯი დაუტოვა? პირველ რიგში მინდა უთხრა, რომ სიცოცხლე მშვენიერი რამეა, ძალიან კარგი რამეა. აი და ეს დრო თვითონ სიცოცხლეში რაც არის, მწრფივი არ არის ნამდვილად, შეგვიძლია რომ სხვანაირად აღვიქვათ რა, აი ყოველ წამში შეგვიძლია რაღაც სხვადასხვა ფიგურები მისცე ამ დროს და არასდროს არ არის რაღაც წარსული აწყო მომავალი არ არის ეგრე დაყოფილი სინამდვილეში სხვანაირად შეგვიძლია ეს ყველაფერი აღვიქვა. მაგ შემთხვევაში უკვე რაღაც მარადიული კოსმიური მოგზაურობას ხსნის შენში და აი ყველამ გაიხსენოს რომ დედამიწაზე ტურისტად ვართ მოსულები. რაღაც გინდა სასწავლო, ზოგი სასწავლებლად არის მოსული, ზოგი რაღაცა აი სიცოცხლე რო გააფერადოს, რაღაც მოვლენები გააფერადოს და სიცოცხლის სიმღერის სამღერად ვართ დედამიწაზე მოსულები. და ვიტყოდი რომ მოდით ყოველი წამი დავაფასოთ აი ამ სიცოცხლის და მოდით რომ აი განვიცადოთ ბოლომდე ყოველი წამი. თავისი სიცუდით, სიკარგით, ყველაფერი საინტერესოა. დედამიწაზე არის მგონი ყველაზე საინტერესო ცხოვრება, რაც კი რა ვიცი მე რაც მახსოვს და ამიტომ ერთად გავატაროთ ჩვენი საინტერესო ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა. აი მართლა ვამბობ, შენთან ურთიერთობა, შენი მოსმენაც მართლა არის უკვე რაღაცა იკურნება თითქოს შენში რა, იმიტომ რომ გისმენ გაბადრული და აი მართლა თითქოს შენი საუბარი არის სიცოცხლის ზეიმი რა და მგონია რომ შენი საგრძნობ ენერგიებს რომ მაგას რა ეგრე გიყურებდი და გისმენდი ამას გრძნობდი და არ ვიცი მადლობა. მეც ძალიან დიდი მადლობა საყვარელო და ყველას დიდი მადლობა ვინც ამ ველში შემოდის, ვინც გულს გახსნის, ჩვენ სიმღერას გაიზიარებს და მე თავის სიმღერას იმღერებს.
მადლობა რომ გვისმენდით. გთხოვთ დაგვიწეროთ თქვენი გამოცდილებები, არ ვიცი თქვენი ჩაღრმავების შედეგად მიღებული გამოცდილებები. შეკითხვები. კი ბატონო, შეკითხვებიც და არ ვიცი გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და მე ეჭვება რომ ვინმეს არ მოწონებოდა. მადლობა სფეროს, მადლობა სფეროს. მადლობა შენ და მადლობა შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში დროებით.